კახეთში რთველისთვის ემზადებიან მოსავლის აღებამდე გლეხების მთავარი კითხვა ახლა ის არის, რა თანხა ჩაიბარებენ ქარხნები ყურძენს. ამ დროისთვის საწარმოების მიერ შეთავაზებული ფასი მევენახეებს არ აკმაყოფილებთ და ამბობენ, რომ აღებული თანხა მხოლოდ შეწამვის ხარჯებს აანაზღაურებს. უკვე ცნობილია ისიც, რომ ქარხნები წელს შარშანდელთან შედარებით ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ. მიზეზი კი ბოლო პერიოდში გამთარებული მოვლენების გამო რუსეთსა და უკრაინაში ღვინის თითქმის განახევრებული ექსპორტია. რომან ქემხიშვილი კი ამბობთ. ლევანდელი მოსავალი შარშანდელთან შედარებით უკეთესია. კარგი მოსავალია ძალიან. ჩვენ ახლა ვემზადებით მოსავლის სასაღებად. მოსავალი შარშანდელთან შედარებით კახეთში წელს უკეთესია, თუმცა მოთხოვნა ყურძენზე უფრო მცირე. რუსეთსა და უკრაინაში ღვინის ექსპორტის შემცირების გამო ქარხნები წელს შედარებით ნაკლები ყურძნის მიღებას აპირებენ. თუმცა ყველაზე მთავარი, რაც რთველის დაწყებამდე კახელ გლეხებს ადარდებთ, ფასია. სწორედ ჩასაბარებელ ფასზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ისინი ვენახებზე დახარჯული თანხების ანაზღაურებას და მცირე მოგების მიღებას. ეხლა დადგა ჯერი მეღვინეებზე და სახელმწიფოზე. როგორ დაგვეხმარებიან ამ ყურძნის ჩაბარებაში, რა ფასში მიიღებენ და რამდენად დროულად და მოკლევადებში მიიღებენ. იმიტომ რომ ყურძნის დახანება აჭირდება. ერთი არა უღირთ გლეხებს თავიანთი შრომა და მეორე რამდენის გადახდას აპირებენ მეღვინეები კილოგრამ მოსავალში. რთველის საკოორდინაციო ცენტრში ამ დროისთვის 12 საწარმოა დარეგისტრირებული და ბევრი მათგანი თეთრი ყურძნის შესყიდვას 35 თეთრად, ხოლო საფერავის შეძენას 70 თეთრად გეგმავს. უკვე განსაზღვრულია სახელმწიფოს სუბსიდიის ოდენობაც. ბიუჯეტი გლეხებს რქაწითელსა და მწვანეზე 35 თეთრს, ხოლო საფერავზე 15 თეთრს დაუმატებს. ჩვენი შტაბი 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შტაბთან იყოს კოორდინირებული თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა არ იყოს რიგები, თავიდან ავიცილოთ არაორგანიზებულობა. ასევე მე მოგახსენებთ, რომ თეთრი ყურძნის შემთხვევაში 35 თეთრია სუბსიდირება, 15 თეთრია შავი ყურძნის შემთხვევაში. ჩვენ ვარაუდობთ 35 თეთრს საწყის ფასს, ეს იქნება კომპანიის მიერ გადახდილი თანხა, მას დაემატება სახელმწიფო სუბსიდია, ესაც შეეხება რქაწითელს. ხოლო საფერავი სავარაუდოდ ორჯერ იქნება. თუ ქარხნების მიერ შეთავაზებულ ფასს სახელმწიფო სუბსიდიაც დაემატება, გამოდის, რომ გლეხებს წელს თეთრი ყურძნის ჩაბარება 70 თეთრად, ხოლო საფერავის გაყიდვა საშუალოდ 85 თეთრად მოუწევთ. ლარი მაინც მოგწევ. ლარზე ნაკლები არაფერი, ჩვენ ლარზე ნაკლები თუ მოგწევს არა, ჩვენ რაც წამალში გავხარჯეთ და იმაში ხამქიმიკატებში გავხარჯეთ, იმასაც ვერ ავიღებთ. რა გამოგვივა მითხარი, არაფერი არ გამოგვივა. რა ძება 1 კილო ყურძნის მოყვანა? რეალურად 70 თეთრამდის. მარტო ხამქიმიკატებში. დანარჩენი ჩვენი წვალება რაც არის, იმას აღარ ავთვლით ჩვენა. მაგრამ ლარი ჩვენთვის მაგალითად გლეხისთვის არაფერიც არ არის ამ ყურძნის მოყვანისთვის. რთველის საკოორდინაციო ცენტრში კი ამბობენ, რომ გასაყიდი ფასი საბოლოოდ დადგენილი არ არის და ყურძნის ღირებულებას რთველის დაწყების შემდეგ ბაზარი თავად დაადგენს. შტაბში ერწმუნებიან, რომ წელს გლეხებს არც ჩასაბარებელი ყურძენი დარჩებათ. სახელმწიფო ჩაიბარებს ყურძენს, ანუ ის ყურძენი, რომელსაც კერძო კომპანიები არ ჩაიბარებენ, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც კერძო კომპანიები ამოწურავენ თავიანთ რესურსებს. ჯერჯერობით სახელმწიფო ქარხნები ყურძნის ჩაბარებას არ იწყებენ, ანუ ჯერ ელოდებიან რა მოხდება ბაზარზე ან კერძო კომპანიებს. ფასიც დადგინდება იმის მიხედვით, თუ რა ფასი იქნება ბაზარზე. წელს კახეთში გლეხები ჯამში 200,000 ტონა ყურძენს ელოდებიან. აქედან მოსავლის დიდი ნაწილი გურჯაანის რაიონზე მოდის. რთველი კი რეგიონში 5 სექტემბერს დედოფლის წყაროდან დაიწყება.